დავამტკიცოთ ჯამის კუბის ფორმულა. a + b კუბში ეს ნიშნავს a + b გამრავლებულია თავის თავზე 3-ჯერ. ანუ a + b გამრავლებულია a + b-ზე და კიდევ გამრავლებულია a + b-ზე. ახლა შევნიშნოთ, რომ a + b-ჯერ a + b ეს არის a + b კვადრატი. კვადრატი ხო თავის თავზე გამრავლებას ნიშნავს, ამიტომ შევცვალოთ და ჩავწეროთ შემდეგი სახით. ახლა გავიხსენოთ ჯამის კვადრატის ფორმულა. ეს არის a + b კვადრატში უდრის პირველი წევრის კვადრატს პლუს გაორკეცებული პირველისა მეორეზე პლუს მეორე წევრის კვადრატი. ახლა a + b კვადრატი შევცვალოთ აი ამ ფორმულით, წერთ a კვადრატს პლუს 2ab პლუს b კვადრატი. მოდი ეს აქეთ გადმოვიტანოთ, არ დაგვეტევა და ესე ჯობია. ხოლო a + b უბრალოდ ჩამოვიტანოთ და მივუწეროთ გვერდით. ახლა შეგვიძლია ფრჩხილი გავხსნათ, ანუ a კვადრატი გავამრავლოთ ჯერ a-ზე და შემდეგ b-ზე. a კვადრატ ჯერ a ეს იქნება a კუბი. რატომ კუბი? იმიტომ რომ ხარისხების მაჩვენებლები შეიკრიბა. შემდეგ a კვადრატ ჯერ b ეს იქნება a კვადრატ b. ვაგრძელებთ. 2ab უნდა გავამრავლოთ a-ზე და მერე b-ზე. აქაც 2a კვადრატ b გვექნება პლუს 2ab კვადრატი. და ბოლოს b კვადრატი გავამრავლოთ a-ზე და გავამრავლოთ b-ზე. ეს იქნება ab კვადრატი და პლუს b კუბი. კუბი, იმიტომ რომ ხარისხის მაჩვენებლები აქაც შეიკრიბა. ეხლა შევამოწმოთ, არის თუ არა მსგავსი წევრები. გვაქვს ხო მსგავსი წევრები, ეს არის a კვადრატ b და 2a კვადრატ b, ერთნაირად მოვნიშნოთ და 2ab კვადრატი და ab კვადრატი. ესენი სწორი ხაზებით მოვნიშნოთ. a კუბი უბრალოდ გადმოვწეროთ. ამათი ჯამი იქნება 3 ცალი a კვადრატ b. ამათი ჯამი იქნება 3ab კვადრატი და b კუბი უბრალოდ გადმოვიტანოთ. ანუ მიღებული პასუხი არის ზუსტად ეს ფორმულა, რისი დამტკიცებაც გვინდოდა. მოდი ახლა სხვაობის კუბზე დამოუკიდებლად გააკეთეთ. მითითებას მოგცემთ a-b კუბი. იგივენაირად ეს ნიშნავს, რომ a-b თავისავზე გამრავლებულია 3-ჯერ, ანუ a-b კვადრატი გამრავლებულია a-b-ზე. a-b კვადრატის ფორმულა დაგვჭირდება. ეს არის პირველი წევრის კვადრატს მინუს გაორკეცებული პირველისა მეორეზე პლუს მეორე წევრის კვადრატი. აი ეს ფორმულა გამოიყენეთ და დამოუკიდებლად ცადეთ. და ბოლოს გადაამოწმეთ, აი ესეთი შედეგი უნდა მიიღოთ. გადავიდეთ კუბების ჯამზე. ამ შემთხვევაში დაგვჭირდება ფორმულის მარჯვენა ნაწილი გადავწეროთ და დავამტკიცოთ, რომ ეკუთვნის a კუბს პლუს b კუბს. a მრავლდება a კვადრატზე, მერე მინუს ab-ზე, მერე პლუს b კვადრატზე. გვექნება a ჯერ a კვადრატი a კუბი, a ჯერ მინუს ab, მინუს a კვადრატ b და a ჯერ b კვადრატი ab კვადრატი. შემდეგ b-ს ვამრავლებთ თითოეულ წევრზე და გვექნება a კვადრატ b მინუს ab კვადრატი და პლუს b კუბი. ახლა შევნიშნოთ, რომ მინუს a კვადრატი და პლუს a კვადრატი, მინუს a კვადრატ b და პლუს a კვადრატ b ერთნაირი წევრებია. ესენიც ერთნაირი წევრებია. ამ შემთხვევაში, რადგან მინუსით და პლუსით გვაქვს ერთნაირი წევრები, ესენი ჯამში 0-ია და ამ დროს ვამბობთ, რომ ისინი ბათილდებიან. ანუ შეგვიძლია გადაუსვათ ხაზი. მივიღეთ a კუბს პლუს b კუბი. ახლა კუბების სხვაობაზეც შეგიძლიათ იგივენაირად გააკეთოთ. მოდით ცადეთ დამოუკიდებლად. ანუ მითითებას მოგცემთ a-b უნდა გაამრავლოთ აი ამ 3 წევრზე. რიგრიგობით ჯერ a უნდა გაამრავლოთ
a კვადრატზე, მერე AB-ზე, მერე B კვადრატზე და ასე შემდეგ. და ბოლოს შეამოწმეთ, მიიღეთ თუ არა ასეთი პასუხი.